მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამას ვარსკვლავები გვამსწრებენ, მე ასტროლოგი და ტელესამყაროები მიხეილ საგარელი, კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ დღეს ისევ გავაგზავნებთ საუბრებს ასტროლოგიაზე. Როგორ იქნება ვარსკვლავების განწყობა, პლანეტების ზეგავლენა, თითოეულ ჩვენთაგანზე, სწორედ ამას შევეხებით დღევანდელი დღის განმავლობაში და უპირველეს სკოლისა, მოდით დავიწყოთ იმით, რომ კვლავ მინდა შეგახსენოთ, რომ გამოსულია ორი ჟურნალი, შენი ჰოროსკოპი და ჩვეულებრივად ჟურნალი ჰოროსკოპი. ეხლა რასთან დაკავშირებით ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას ამ ჟურნალებზე. იმის გარდა, რომ აქ ინფორმაცია დიდია, ზოგადად ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაციები უპირველეს სკოლისა, ამის გარდა აქ არის მნიშვნელოვანი თემები განხილული, რომელიც უკავშირდება ამ შორის საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგნოზს, გეომანტიას, დედამიწისა, მათ შორის თავისი გრაფიკები და შემდგომ. მაგრამ ხო თავარი რა არის? თავარი ის არის, რომ აქ უკვე ტარდება აქცია. და ამ აქციის შესახებ უნდა მოგითხროთ. ესე იგი, სწორედ 15 თებერვლიდან 15 მარტამდე ჩვენ გვაქვს ესეთი აქცია კავტონი მაკაბერიძე ატარებს მას, რომელიც გამოსცემს შვენიერი ჟურნალები, გადასარევი მე მგონი ხარისხით, ვინ შეეძინა უკვე ყველა მიცით ამის შესახებ და რა აქციაზეა საუბარი. აქამდე თუ დავუშვათ სახლში მიტანა იყო ფასიანი, ეხლა ეგვექნება ეს ერთი თვე უფასო სახლში მიტანა, ამიტომ ვისაც გსურთ რომ ეს იქნება ნებისმიერ ადგილზე, სხვა შორის გინდა თბილისში, გინდა ნებისმიერ სოფელში ან რაიონში, ყველგან იქნება მიტანა უფასო. ტელეფონის ნომერი 597-15-99-77. ვიმეორებ 597-15-99-77 შეეხმიანეთ და აი ამ ჟურნალებს მიიღებთ უფასო მიტანით. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას, იმის გარდა რომ თქვენ იცით რომ ეს ჟურნალები დარიგებულია სხვადასხვა ქალაქებში, თითქმის ყველა რაიონში და თან უნდა იყიდებოდეს წესი დარიგით. თუ გითხრეს რომ დავუშვათ არ არის, აუცილებლად მოითხოვეთ, იმიტომ რომ თითქმის ყველგან არის. უბრალოდ ზოგან რაღაც აიხო გეუბნებით, რაღაც გაუგებრობებს აქ ადგილი და აქ აუცილებლად ესე იგი მოითხოვეთ რომ ეს ჟურნალები გამოაჩინონ, ეს ერთი და მეორეც ერთი ავუნიშნოთ რომ ინფორმაცია რასაკვირველია საკმაოდ დიდია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ხა აქ ერთი საინტერესო მინდა გაგახსენოთ ადრე ჩვენ აღვნიშნეთ ამის შესახებ ჯანოშიას ქუჩა თბილისში ვერაზე. აი ეს ქუჩა, იმ ქუჩაზე იყო ერთი საინტერესო მაღაზია, სადაც იყიდებოდა ეს ჟურნალები მრავალი წლის განმავლობაში. ეხლა მინდა გითხრათ ჯანოშიას 28 ნომერში არიან გადასულები, გაფართოვდა კიდევ ის მაღაზია, აქაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ანუ იმის გარდა რომ დავუშვათ თბილისში უამრავ მაღაზიას ჩვენს ნიკორას მაღაზიებში შეიძლება ეს იყოს და ბევრ სხვა პრესის ჯიხურებში, ამის გარდა კიდევ ჯანოშიას 28 ნომერში. შეგიძლიათ მოითხოვოთ და ჟურნალები მიიღოთ. და რა არის ახლა აქ? აქ არის ასუკვილი აი შენი ჰოროსკოპი ჟურნალი, თითოეული თვის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი. ამის გარდა დასავლურ ზოდიაქოებთან თანხვედრა გველის წელიწადისა და რას ნიშნავს ეს? სხვა სახის აქ სხვა შორის არის მოცემული უკურსო მთვარე და მისი ზეგავლენა თითოეულ ჩვენთაგანზე და ბევრი სხვა ინფორმაცია. ამის გარდა დიდ ჟურნალში ჰოროსკოპისა თქვენ გაქვთ 2025 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნების შესახებ, ყოველდღიური პროგნოზი მთვარის კალენდრის და მიხედვით. აქ არის როგორც აღნიშნეთ დედამიწის გეომანტიის მდგომარეობა თავისი გრაფიკული გამოსახვებით და შეგნით ისიც რა გელოდებათ. შეგნით გელოდებათ ასტროლოგიური კალენდრები, პატარა და დიდი. ეს არის პატარა ასტროლოგიური კალენდარი, რომელიც ცალკეულ ზოდიაქოს ნიშანზეა გათვლილი. თავისი დადებითი უარყოფითი დღეებით ახალმთვარეობის აღნიშნით ჯიბეში შეგიძლიათ ჩაიდოთ და ისარგებლოთ ნებისმიერ დროს. ამის გარდა აქ არის მოცემული სამდეცო ასტროლოგიური და ბიზნეს შემოქმედებითი სასკვარლო კალენდარი თავისი დადებითი და უარყოფითი დღეები წლის განმავლობაში თვეების მიხედვით და აქვე გვაქვს დიდი საოჯახო ასტროლოგიური კალენდარი იცით, სადაც არის აღნიშნული ასევე დადებითი უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, მათი განმარტება, მნიშვნელობები და ასე შემდგომ 12-ვე ზოდიაქოს ნიშანია ამ დიდ ასე ვთქვათ პლაკატზე გამოსახული მთელი წლით გათვლილი დადებითი და უარყოფითი დღეები. ესე იგი ამით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ამიტომ აქედან გამომდინარე ეცადეთ რომ
ეს ყოველივე შეიძინოთ, იყოთ ასე ვთქვათ, ამ ინფორმაციით გაფრთხილებული და მთელი წელი შეგიძლიათ რასკვლელი ამით ისარგებლოთ და ყოველი დღის პროგნოზის გაქვთ, თვის პროგნოზის გაქვთ, ზოგადი პროგნოზის გაქვთ 2025 წლის და ასე შემდგომ. აი ეს შეგიძლიათ ყოველივე შეიძინოთ და გამოიყენოთ უპირველეს სკოლისა. ნუ ვთქვათ, რომ არის ასევე პრესიჯი ხურებში თბილისში განთავუტრებით ესეთი ბატონ დურმიშ-ხანკიფიანის ასტროლოგიური კალენდარი სამწუხაროდ აქ მას სახელი გვარი აი წინა გარეკანზე არ უწერია, ამიტომ არ დაგაბნევთ. აი ეს არის მისი კალენდარი, დაიმახსოვრეთ ესე აი როგორია დაახლოებით. ეს არის სასოფლო სამეურნეო კალენდარი, სადაც აღნიშნულია უამრავი საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვინც სასოფლო სამეურნეო სფეროსთან არის დაკავშირებული, მათთვის არის და უშუალოდ სხვა შენ მეფუტკრეებისთვისაც კი არის ინფორმაცია გათვალისწინებული ყვავილის დღე, ფოთლის დღე, ნაყოფის, ფესვის დღე და ასე შემდგომ, როდის ჯობი არის თესვა, როდის აღება, რა სამუშაოების ჩატარება სასოფლო სამეურნეო და შემდგომ და ეს ყველაფერი აი ამ სწორედ ასევე სასოფლო სამეურნეო კალენდარში. ერთ სიტყვით ინფორმაციით ამ კუთხით, ასტროლოგიური კუთხით ხართ გაფრთხილებული, შეერაღებული და იმედია რომ ამით ისარგებლეთ და გამოიყენებთ კიდევ თქვენს ცხოვრებაში. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს თემას, უპირველეს სკოლის, ეხლა მე კიდევ ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ დღესაც იყო ძალიან საინტერესო მოვლენები, ესე იგი მესმის საიდან ხდება ეს ამბავი, ამიტომ მოთმინებით ვარ აღჭურვილი და როცა რეკავენ და აი დღესაც დარეკეს მათ შორის ემიგრანტებაც, მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთმა ალბათონმა დარეკა სვანეთიდანაც კი ასეთ საოცარი ამბავი იყო და ესე იგი კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა და ასეთ სურვილები არიან რასკვლელია ჩვენთან, დროდადრო გადის სულ უფრო მეტი კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ესე იგი მესმის, რომ თქვენ გინდათ ჩემი ხმა გაიგოთ, მიუხედავად იმისა, რომ რეკავთ იმ ტელეფონის ნომერზე, რომელსაც მე გაძლევთ, და ამის და მიუხედავად იმდენი ფეიკებია და იმდენი ასე ვთქვათ აფერისტი ადამიანი შეგროვდა ჩვენ სირგლი, რომელიც სარგებლობს სამწუხაროდ ჩემი სახელი და ატყუებენ საზოგადოებას, რომ გაუკეთებენ პირად ჰოროსკოპს და მე კიდე ამ ფურცლებზე და უბეჭდავენ და მიართმევენ და ეს აფერი არ ხდება და მე ჩვენი ხალხი რასკვლელი აღშფოთებულია, მაგრამ ამაში კიდე რაღაცას ახდევინებენ და არის ერთი მამაძაღლობა. ანუ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ესე იგი მე მესმის არ მეზარება თუ გნებავთ ამ ტელეფონზე დაგვირეკეთ, მე დაგელაპარაკებით და მიხვდებით რომ ეს ნამდვილად მე ვარ და შეგო, მაგრამ ენდეთ ამ ტელეფონს, რომელსაც ეხლა კიდევ ერთხელ გამოვაცხადებ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით, შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 5 99-91-52-38. ვიმეორებ 5-99-91-52-38. თუ მე არ ავიღე, აიღებს ჩვენი ასისტენტი, ის დაგელაპარაკებათ, მაგრამ ეს ნამდვილად ჩვენ ტელეფონის ნომერია და ამ ტელეფონით შემდგომ უკვე ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და უკვე ვისაუბრეთ და ტელეფონის ზოგ შეუძლია ონლაინ საუბარი უცხოეთიდან როცა რეკავენ ტელეფონით ხდება ეს ამბავი და ვისაც აქვს სურვილი მოსვლის, კი ბატონო, გაბრძანდით და ჩვენ ერთიარზე ესე შევხვდებით, დავილაპარაკებთ და აგეხსნით თელ თქვენს კოსმიურ პროგრამას, რისთვის ხართ მოსული, რა პრინციპებია, როგორ უნდა განავითაროთ თქვენი ევოლუციური გზა, სად არის წარმატების დაუშვათ პროფესია, სად არის წარმატების პარტნიორი, სად არის წარმატების მაგალითად ესა თუ ის სფერო, თქვენი კოსმიური მისიისა და უცხოეთის რომელი ქვეყანაა წარმატების მომტანი, იმიტომ რომ ახლა მაგალითად ახლა ხალხი იყო კიდე შვედეთიდან ჩვენი ერთ-ერთი ასე ვთქვათ მაყურებელი რეკავდა და ნუ ყოველ შემთხვევაში როცა მე დაუსრულე მას საუბარი და ნუ აღნიშნე რომ დაუშვათ შვედეთი ეს არ არის მისთვის მაინდა-მაინც ახლა მოდეს ვთქვათ კარგი ქვეყანაა და უკეთეს ქვეყნები ჩამოუთვალე თავისთავად აი ამის მერე აღიარა მან რომ კი შვედეთმა იგი მიიზიდა მაგრამ ნუ თურმე მაინდა-მაინც შვედეთში კარგად ვერ გზნობს თავს და აი გერმანია რომელიც მე ვთხარ ახლა აი ფიქრობს იმაზე რომ გერმანიაში გადავიდეს იმიტომ რომ აქ ძალიან წვალობს და ნუ ახლა ესეთი შესაძლებლობები არ აქვს რისი იმედი მას ჰქონდა ამიტომ ეს ტენდენციები არის და ეს ყველაფერი გამოჩნდება თქვენს პირად ჰოროსკოპზე გამოჩნდება კიდევ ბევრი სხვა რამ მნიშვნელოვანი რომელიც უკავშირდება სულის დაბინძურების მომენტებს და აქ ეხლა ზოგიერთი ადამიანი მეუბნება იცით რა მოვიდოდი მაგრამ აი სულის დაბინძურებაზე აი მათ მეშინია ცოტა
არაფერს არ უნდა შეგეშინდეთ, პირიქით. მინდა გითხრათ, რომ ერთი მე ამას ისე არ აგეხსნით, რომ შეგეშინდეთ. მეორეც ერთი მაგ დეტალური ახსნა, რას ნიშნავს სულის დაბინძურება, რომელი მერიდიანები რას მართავენ, რას ბინძურდება, რა ფორმით ბინძურდება, რას ნიშნავს გარე და შიდა დაბინძურების ფორმები და როგორ გამოასწოროთ ყველივე ეს. აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, რომ უნდა შეგაშინოთ. კი უნდა შეგაშინოთ, პირიქით უნდა აგეხსნათ, რა ხდება თუ არის დაბინძურება, რომელიც ხელს უსლის ბედევლის გახსნას. იქვე გვაქვს საუბარი იმაზე, როგორ გამოასწოროთ, როგორ გამთავისუფლდეთ ამისგან. ანუ ამის ხერხები არის რასაკვირველია, ხო, ამიტომ არ არის გამოუვალი მდგომარეობა ეგეთი რამე არ არსებობს. ადამიანს უნდა უნდოდეს უბრალოდ ამის გაკეთება და ნებისმიერ სიტუაციაში ის იპოვის გამოსავალ და სწორედ ამ გამოსავლის გზებს სწორედ მე ვაჩვენებ პირადი ჰოროსკოპის დროს. ამიტომ შეგვეხმიანოთ, გავაკეთოთ პირადი ჰოროსკოპი და იღავით ბედნიერი. ეხლა დღევანდელ თემას დავუბრუნდეთ, ესე იგი ჩვენ საუბარი გვაქვს დღეს, უახლოესი 1 კვირის 17-23 თებერვლის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე, როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის და უპირველესკუპრისა მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ დედამიწა უკვე შევიდა უარყოფით ენერგულ ველში. ყოველ შემთხვევაში თვის ბოლომდე იგი იქნება უარყოფით ენერგულ ველში და ეს ითხოვს რასკვირა ყურადღებას. ყველასგან, იმიტომ რომ აქ შემცირდება ურთიერთგაგება, აქ შეიძლება პრობლემები შეექმნას მეტად ჯანმრთელობას, მათ შორის ინფექციური დაავადებების კუთხით, მით უმეტეს შესაძლებელია ახლა უკვე ამ კვირის მეორე ნახევარში სერიოზული აცივება. ამანაც შეიძლება ეს ინფექციური დაავადებები გაამწვავოს, გაცივებები და შემდგომ და ცოტა მეტად ასე ვთქვათ გართულდება ზოგიერთი იდეის რეალიზაცია, მოლაპარაკებების წარმოება და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი ამ მოვლენებთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ ცოტა მეტი ახლა სიმართლე, ყურადღება, წინ დახედულობა ურთიერთობებში, მოქმედებებში, ჯანმრთელობის მიმართ, ეს ყველაფერი უკვე ამ კვირიდან აუცილებლად, უკვე ხვალიდან, მოდი ასე ვთქვა, თვალში საცემი იქნება და ცოტა მეტ ყურადღებას ითხოვს ჩვენგან. და აღნიშნოთ კიდევ ერთი მშვენი მოვლენა, რომელიც უკავშირდება სამშაბათს დღეს, სამშაბათს 18 რიცხვში ჩვენი დროით, თბილისის დროით, ესე იგი 14 საათიდან 8 წუთიდან მზე გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში. დაახლოებით 1 თვით. და მოდი აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდში უკვე, ესე იგი 18-ში ვინც დაიბადება 14 საათზე 8 წუთზე უკვე არის თევზების ზოდიაქოს ნიშანი. იქამდე ვინც დაიბადება ის მერწყულის ზოდიაქო, ეს უკვე მშობლების საყურადღებოდ ინფორმაცია, რომ ესე იგი მათაც იცოდნენ თუ ელოდებიან შვილს, აი აქ რა, რომელი ზოდიაქოს ნიშანი იქნება იგი, იმიტომ რომ ესეთი გარდამავალი დღეა 18. თუმცა ძირითადად ეს იშვიათად ხდება, ძირითადად უფრო 19-ში მოდის შემოდიან თევზები. მაგრამ ზოგჯერ არის ესეთი, შეიძლება 4 წელიწადში ერთხელ იყოს ეს წელიწადი, როცა 18-ში უკვე თევზების ზოდიაქო იბადება. ეხლა მოდი აღვნიშნოთ სხვა მშვენი მოვლენები უკვე ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივი, მაგრამ ერთი რამ აღვნიშნოთ, რომ თევზებში გადასვლა 18-ში უკვე მზისა 1 თვით ნიშნავს იმას, რომ ადამიანებში მოიმატებს თევზებისთვის დამახასიათებელი ემოციურობა, გზნობიარობა, რომანტიულობა, სენტიმენტალურობა, გაძლიერდება ინტუიცია, სხვათა შორის შემოქმედებით იჭის უნარის გამოვლენის ძალიან კარგი შესაძლებლობები ექნება ადამიანს. კარგი ეს პერიოდი უკვე მოგზაურობის კუთხითაც, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით, ინტერესი ეზოთერულ ოკულტური საკითხებისადმი, სადაც შედის რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ასტროლოგია, ქირომანტია, ნუმეროლოგია და შემდგომ ერთიორად გაიზრდება თავისთავად საზოგადოებაში და ამავდროულად საქველმოქმედო აქციების ტენდენცია. ესეც ყველაფერი მეტად გაძლიერდება და მოიმატებს სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ თევზები ასევე გააძლიერებს თავის ნეგატიურ თვისებებსაც. რა არის ეს მის ნეგატიურ თვისება? ტყუილებისადმი მიდრეკილება. ერთი, შემდგომ მივაქციოთ ყურადღება კიდევ ზვარდასრულ ფანტაზიებს, რომელიც შეიძლება ილუზიებში გადავიდეს და ადამიანი თვითმოტყუების რეჟიმში აღმოჩნდეს. ზოგჯერ გადამეტებული ფიქრი წარსულზე, რაც ხშირად ასე ვთქვათ, დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანს ადამიანს და მესამე ზვარდასრული თანაგზნობა. თანაგზნობა გადასწარებია, ოღონდ თევზებს აქვს ზღვარ გადასული თანაგზნობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში თავდება იმით, რომ ამ თანაგზნობას სხვები იყენებენ მათ საწინააღმდეგოდ. და ეს ყველაფერი გაძლიერდა, ამიტომ თანაგზნობას უნდა მივცეთ ზომიერ კონტროლებადი ფორმა, ხო ეს ერთვის განმავლობაში. მაშინ იქნება იგი, ასე ვთქვათ, სწორი. და ეს ტენდენციები ამ პერიოდში ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას. როგორც კარგი, ასევე დადებით. ეს ყველაფერი გაძლიერდება თითოეულ ჩვენთაგანის ხასიათში. თუმცა მოიმატებს ასევე დახვეწილი იუმორიც, კარგი შეგრძნება, რითიც ეს ნიშანი ასევე გამორჩეულია ტრადიციულად. თუმცა აი შემოქმედებისთვის, ხელოვნების მართო სპექტრი, გინდა ქორეოგრაფია, გინდა მუსიკა, გინდა ხატვა და შემდგომ ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერი პერიოდი გვაქვს წინ.
აი შემოქმედი ადამიანებისთვის ძალიან კარგია. ეხლა აღვნიშნოთ უკვე ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები, მათი პერსპექტივები, რადგან ხაზს უსვამთ და კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში. ასევე ესე იგი 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს სჭირდება მაქსიმალური ყურადღება, იმიტომ რომ აქ უკვე სირთულეების ტენდენციები მოიმატებენ. და ეხლა ვის რაში? აი ამაზე ვისაუბრებ სწორედ ახლა. პირველ რიგში დავიწყოთ ვერძით. ენერგოტონუს ვერძი არ უჩივის ამ გვირაში. აქტიურია, ენერგიული, ინიციატივიანი, იმუნიტეტი მაღალი აქვს, ლიდერია, ხელმძღვანელია, ორგანიზატორია, უშიშარია, კი ბატონო, ეს ყველაფერი არის, მაგრამ წყალქვეშა დინება სად არის ამ დედამიწის უარყოფით ენერგოველიდან გამომდინარე? აი ეს არის თქვენს პარტნიორებში და თქვენს დამხმარე პერსონალიაში. აქ აუცილებლად აკონტროლეთ ის საქმეები, რომელსაც თქვენ ატარებთ და თან აგეხმარებიან ასისტენტები გყავთ და ასე შემდგომ, იმიტომ რომ აი ამ დამხმარების მხრიდან შეიძლება შემოვიდეს პრობლემა. აი მათ უბრალოდ ეზარებათ. ან უპასუხისმგებლობა სავლენენ დაკისრებული ვალდებულების მიმართ, რის გამოც შეიძლება საქმე გაფრინდეს. ამიტომ აკონტროლეთ როგორ იქცევიან ისინი და ამის გარდა, მაგალითად სხვა საოჯახო პრობლემები, მათ შორის სახუპაცხოვრო პრობლემებმა, სახლში რაღაც ცვლილებებმა შეიძლება თქვენი ძირითადი ყურადღება გადართონ ძირითადი მნიშვნელოვანი საქმეები და საკითხები. ამიტომ ბევრი რამ შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ ეს გქონდათ დაგეგმილი, ამისთვის უნდა იყოთ მზად, ეს არ შეიძლება ყველა ვერც ესე იქნება, არა, მაგრამ ტენდენცია არის, ყურადღება თქვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი ამ მოქმედებისადმი და შეიძლება სხვა სახის შეცდომებიც დაიშვას საქმეებში, ან ზოგიერთი მაგალითად მეგობარი შეიძლება იყოს, ან კოლეგა იყოს, ვისი იმედი თქვენ გქონდათ და უცებ რაღაც ისე არ წავიდა, ან მან არ შეასრულა თავისი ვალდებულება, ან თავისი დაპირება, აი ამის წინაშე შეიძლება აღვნიშნოთ და ამ კუთხითაც ვიყოთ მოდით ცოტა ყურადღებით. აი ეს ხელშემშლელი ფაქტორებია, რომელიც ითხოვენ აქ ყურადღებას. რაც შეეხება კურორს. კურორს ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება. ეს უდაოდ კარგია, იმიტომ რომ ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, იმუნიტეტი გაძლიერდება, ფსიქოემოციურად ეს ნიშანი შედარებით უფრო მშვიდდება, ანუ შრომის უნარიანობაც მოიმატებს, ანუ რაღაც სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად იქნება თვალში საცემი, მაგრამ კონფლიქტების ალბათობა მაღალია. სხვა სახის საქმეებში პრობლემების ფინანსურ საკითხებში ასევე წარუმატებლობის ტენდენციები ჯერ კიდევ არის. ზოგიერთ ხელშეკრულებაში შეიძლება გახდეს მინდაგითად პრობლემის მომტანი. ან არასწორად შეიძლება იყოს იგი გაფორმებული. ან ისეთი ფაქტები იყოს იქ შეტანილი, რომელიც არ არის გადამოწმებული. და ამან შეიძლება ასეთმა შეცდომამ მერე სერიოზული პრობლემები შექმნას თქვენ ცხოვრებაში. ნუენდობით ადვილად ადამიანთა სიტყვიერ დაპირებებს. ყველაფერი გადაამოწმეთ, ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებული, რომ ამ კუთხითაც შეცდომების დაშვების ტენდენცია მაღალია, როგორც პროფესიონალურ სფეროში, ასევე ნებისმიერ სხვა სფეროებში. სხვა შორის ფეიკების ალბათობა, მათ შორის და არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა მაღალია ინტერნეტითაც. ამიტომ აქაც თუ რაღაც ინფორმაციას მიიღებთ, ესე ადვილად დაუჯერებთ. ყველაფერი გადაამოწმეთ. მაქსიმალური ტაქტით თავდაჭერა გმართებთ მეგობრებთან მიმართებაში და აქ სხვადასხვა სიტუაციების ამ მოვლენების გამო ზედმეტად სიტუაცია არ დაიძაბოს. ამასაც მივაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დავიდროს, ტყუპებს პრობლემა ჯანმრთელობასთან არ აქვს. ეს ნიშანი ისევ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ეს თქვა ფრედ კონტაქტურია, კომუნიკაბილურია, გენერირება საინტერესო იდეების ალტლებს საშუალებას, რომ ზოგიერთ საერთო დაუშვათ იდეაც კი განახორციელოს, ან გარკვეული პროექტი ამ პროექტში ჩაერთოს და ამ ხრივაც კი, ამ ხრივ ნამდვილად კარგი პერიოდია, მაგრამ ეხლა რა მოიტანეს წყალქვეშა დინებებმა ამ ნეგატიური პერიოდისა. აი დაძაბულობა, რომელიც შეიძლება იყოს თქვენსა და ხელმძღვანელ პირებს, თქვენსა და კოლეგებს შორის, თქვენსა და უფრო მეტიც თქვენს მშობლებს შორის. აი ეს იქნება პირველში ხელშემშლელი ფაქტორი. დაგენა გამომდინარე მეტი ტაქტი თავდაჭერა გმართებთ მათთან მიმართებაში, მეტი დიპლომატიის გამოვლენა და კონტროლი მათი მხრიდან თქვენს მიმართ იქნება მეტი. ამან შეიძლება ცოტა შინაგანი დისკომფორტი გამოიწვიოს თქვენში, მოგიხდება თქვენ უფრო მეტად კრიტიკული, ასე ვთქვათ, გარკვეული მათი მხრიდან შემოტევების გადატანა, ან შეიძლება მათი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ. ზოგიერთი მაგათ ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს, ან იქ მოგიხდეთ რაღაც ცვლილებების შეტანა, ამას შეიძლება დრო დაიკარგოს კიდევ. ყოველ შემთხვევაში უკვე ისიც აღვნიშნოთ, რომ აი კვირის ბოლოსკენ
ნელ-ნელა ენერგოტონუსის მცირდება. აი ეს ერთობლივად უკვე ცოტა ხელისშემშელი ფაქტორებია. თუმცა რაღაც სასიკეთო ტენდენციები ჯერ კიდევ ამ კვირას აქვს. მაგალითად მგზავრობა მგზავრობის კუთხით, უცხოენების ათვისების კუთხით, იმისთვის რომ თქვენ შეძლოთ ძალიან საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობა ცხოვრის უცხოელ პარტნიორებთან უცხოეთში შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. აი ეს ყველაფერი არის. ანუ მთლიანობაში პერიოდი კი არის სასიკეთო, მაგრამ აი ამ ნეგატიური ტენდენციების გათვალისწინებით უნდა განვლოთ იგი. რათა ეს ნეგატიური ტენდენციები არ გახდეს ხელისშემშელი ფაქტორი თქვენი წინსვლისა. გერჩხების ზოდიაქოზე გადავიდეთ, პირველ რიგში ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება თქვენი ამ ჯანმრთელობა, რომ მდგრადი ხდება იმუნიტეტი, ნელ-ნელა მატულობს, ინტუიცია ძლიერდება, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. უდავოდ, მაგრამ სიტუაცია რადგან იცვლება აქ და ეხლა სიტუაცია იცვლება კიდევ არ მარტო იმიტომ რომ დედამიწა უარყოფითად რეგულაციაში გადავიდა, არამედ იმიტომაც რომ მზე გადადის თევზების ზოდიაქოში, ანუ აბსოლუტურად სხვა სტიქიაში. თევზები ეს არის წყლის სტიქი, აქამდე კი ჩვენ ჯერჯერობით ვიყოფებით ჰაერის სტიქიაში, ანუ მერწყულში. სტიქიების შეცვლა და ეს ორი ანტაგონისტი სტიქია, წყალი და ჰაერი არ მეგობრობენ ერთმანეთთან. აი როცა გადადის დედამიწა სხვა სტიქიაში, ესეც გარკვეულ დაძაბულობებს იწვევს. და სხვა სახისულებებმა შეიძლება ეჩინონ თავი აქედან გამომდინარე ცხოვრების სრული კუთხით. ამიტომ ამას შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა წინაღობების საქმეებში. თქვენ უფრო მეტად მოგეხდებათ ახალი მოულოდნელი გეგმებისა და პერსპექტივისადმი ან ურთიერთობებისადმი ადაპტირება. რაც უფრო მეტად შეძლოთ, უფრო მეტად იქნებით წარმატებული და პირიქით. ფინანსური ხარჯი მოემატოს, ფინანსურმა დანაკარგებმა შეიძლება ჩინონ თავი პრობლემები შეიძლება შეექმნას ხელმძღვანელ პირებთან. თუ თქვენ ხართ თვითონ ხელმძღვანელი პირი, მაშინ გადაამეტებ ძალაუფლებას, იმიტომ რომ შეიძლება გახდეს კოლეგებთან, შემდგომ და ზოგიერთ შემთხვევაში მეგობრებთანაც კი გარკვეული პრობლემების ფაქტორი. ამიტომ ამ მხრივ იყო ცოტა ყურადღებით და ფრთხილად გაასაიდუმლოებთ ინფორმაცია თქვენი გეგმების სურვილების შესახებ, წინ და წინ ვერაფერს ვილაპარაკებთ, რომ ამან მერე შემდგომ არ მოიტანოს არასასრული შედეგი, ან სხვებმა არ გამოიყენონ ეს თქვენი დაუშვათ პროექტები, რომელიც თქვენ წინ და წინ გაახმაურეთ. რაც შეეხება იმპერატორთა ნიშანს, ლომის ზოდიაქო ეგულისხმება, ენერგოტონუსი ჯერ მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ლიდერია ნამდვილი ორგანიზატორი, მოდი ასე ვთქვათ, არ უჩივის ენერგოტონუსს საკმაოდ შრომის უნარიანიც არის, კი ბატონო, მაგრამ მოდი ამშვათ, რომ თუ თქვენ კარგად არ აწყეთ თქვენი საქმე, არ გადაამოწმეთ, კონტროლიც აკლია იმას, კარგად არ იყო ეს ყველაფერი, რასაც აკეთებდით აქამდე, მოდი ასე ვთქვათ, გააზრებული, ან შესრულებული და ადგილი ჰქონდა ასე ვთქვათ, ცოტა ზედაპირულ მოქმედებებს, აი ეს ყველაფერი ახლა იჩენს თავს. რაც ცუდად იყო ორგანიზებული, ან ცუდად ასე ვთქვათ, აწყობილი, ეს ყველაფერი ახლა მოგცემს სერიოზულ პრობლემებს. მომენტალურად გამოჩნდება თქვენს მიერ დაშვებული შეცდომები, ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის ან საქმისადმი და ამიტომ შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში და ადამიანები თქვენს მიმართ ძალიან პრეტენზიულები იქნებიან. ამიტომ თქვენ შეიძლება გარკვეული შინაგანი და ფსიქოლოგიური მათ შორის შეზღუდვის წინაშე აღმოჩნდეთ. აქ აღნიშნოთ ისიც, რომ აქ ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ პარტნიორული ურთიერთობა. გინდათ პირადი სასიყვარულო, გინდათ ბიზნეს საქმიან პარტნიორებთან, არა და აქაც შეიძლება წარმოიქმნას ეცერთულეები, თუ თქვენი დამოკიდებულება იყო უპასუხისმგებლო მათ შორის მათთან მიმართებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს ურთიერთობა აირია, შეიძლება აქ ბევრი საქმიანი და სხვა შესაძლებლობებიც აგერიოთ. აი ამ მხრივ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. ყოველ შემთხვევაში თუ პრობლემა შეიქმნა რაღაც სირთულე მათ შორის პარტნიორთან, აგრესიით არ გადაწყვიტოთ ეს პრობლემა გადაწყვიტეთ მშვიდობიანად, დიპლომატიით, აღიჭურვეთ ამ მოთმინებით და კომპრომისებით. მაშინ გაცლებით უფრო შედარებით უმტკივნეულოდ გახვალთ ფონს ამ რთულ სიტუაციაში. რაც შეეხება უკვე ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ერთის მხრივ კარგია ეს პერიოდი, მხრივ რომ ენერგოტონუსი მატულობს, უმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფსიქოემოციური წყობაც უფრო უკეთესია ამ პერიოდში, მაგრამ აი პრობლემები შეიძლება წარმოექმნას თქვენს პარტნიორებს. აი ამან შეიძლება ცოტა გადართოს თქვენი ყურადღება, იმიტომ თქვენ მოგიხდებათ არა მარტო საკუთარი საქმის, არამედ პარტნიორთა პრობლემების მოგვარება, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მათთვის ფსიქოლოგის როლის შესრულებაც კი დაგჭირდეთ. ამიტომ ეს გადართავს თქვენს ყურადღებას ძირითად თქვენს საკითხებზე, შეიძლება შეიცვალოს ამ შედეგად თქვენი გეგმები, ან მოგიხდეთ დამატებითი ვალდებულებების წაღება საკუთარ თავზე, რათა როგორმე დაეხმაროთ პარტნიორებს მათ პრობლემების მოგვარება. შეგვიძლია როგორც საქმიან, ასევე
სასკვარულო პარტნიორები. და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ კარგად უნდა განსაზღვროთ თქვენი ძალები, იმიტომ რომ აქ მოიხდება ძირითადად ამ კვირაში უკვე საკუთარ ძალებზე დაყრდნობა. და ამიტომ რამდენად და რა შეძლებთ. აი ეს ყველაფერი კარგად გაიაზრეთ, რომ აქ ზედმეტი არ მოგივიდეთ, ან შეცდომა არ დავუშვათ. დავუშვათ ისიც, რომ რაღაც გარკვეულ გულაცრუებასაც ყველა ეს მოვლენები გამოიწვევენ. თქვენში და ამ ხრივაც ვიღოთ ცოტა ყურადღებით. მაქსიმალური ტაქტი, თავდაჭერა გმართებთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან მიმართებაში. რათა ზედმეტად თქვენმა სიჩუათე სიხისტემ არ შექმნას მათთან დამოკიდებულებაში რაიმე სახის პრობლემა. სასწორი ზოდიაქოზე გადავიდეთ, პირველ რიგში ენერგოტონუსი მაღალი ამნიშნისა, ეს ნიშნავენ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, მოდი ასე ვთქვათ, რომ საკმაოდ კომუნიკაბილურია, გონებამახვილია, აქ ბევრი რამ შეიძლება ამ ნიშანმა გააკეთოს, მაგრამ ამავდროულად გარკვეული წყალმცირე დინებები დედამიწის უარყოფით ენერგოველთან დაკავშირებით ითხოვენ ყურადღებას. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეს იგი წინასწარ განუსაზღვრელი სხვადასხვა გადასახადების წინაშე, ან ფინანსური დანაკარგების წინაშე. ფინანსური პრობლემები კი ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტებსაც შექმნიან. ამ ხრივაც იყო ცოტა ყურადღებით, ძალიან ბევრი ვალდებულებები გექნებათ შესასრულებელი, ამიტომ მაქსიმალურად ორგანიზებულობა, დისციპლინა თუ არ გამოვლენთ, ამ ვალდებულებების შესრულება საკმაოდ გაგიჭირდებათ. აი მაშინ თუ ამ თვისებებს გამოვლენთ, იქნებით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, მაშინ თქვენ შედეგიანობა გაცილებით უფრო მაღალი იქნება. და ამიტომ იმედი ნუ გექნებათ ახლა იღბალზე პირიქით. აკონტროლეთ ყველაფერი რაც ხდება და დაეხტანეთ საკუთარ შესაძლებლობებს, მაშინ გაცილებით უფრო პოზიტიურ შედეგებს მიიღებთ და სხვა შორის როგორც ლიდერი, ხელმძღვანელიც აიმაღლებთ რეიტინგს საზოგადოებაში, გამჭობისებთ ურთიერთობებს შვილებთან და სხვა შორის სასკვარულო პარტნიორული რომანტიკული ურთიერთობების კუთხითაც ეს პერიოდი საკმაოდ კარგი და ნაყოფიერია. მით უმეტეს ამ თვისებების გამოვლენის ფონზე. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნავებებს, სიტუაცია აქაც ცოტა იცვლება თქვენ ცხოვრებაში. ნუ ერთის მხრივ კარგია ის, რომ ენერგოტონუსი უმჯობესდება. იმითოთი მატულობს ამ დროს ნიშანი, ამ ნიშანს ემატება ენერგია, შრომისმნარიანობა, ნებისყოფა, შეუპოვრობა, ეს ყველაფერი კარგია, უდავოდ. ექსტრასენსორული მონაცემებიც კი გაუძლიერდება ამ ნიშანს, ინტუიცია ძლიერდება, მაგრამ წყალქვეშა დინებაც გვამცნობს, რომ მაგ შეიძლება ამის შედეგად გართულდეს ურთიერთობები პარტნიორებთან. შეიძლება ნეგატიური ცვლილებები შემოიტანონ პარტნიორებმა, ზოგიერთ საქმიან პარტნიორმა, ზოგიერთმა შეიძლება პირადმა პარტნიორმაც კი და ამიტომ ხდება ცოტა მძაფრი თემებისგან გადახვევა, რათა ამან კონფლიქტის ფორმა არ მიიღოს. პარტნიორთა წინასწარ განსაზღვრელი მოქმედება დისკომფორტს გექმნით ამ პერიოდში და აუშვათ ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემებსაც კი მოიტანს. და მოითამაშოთ, რომ საყოფაცხოვრო პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი. ამიტომ შეიძლება სანტექნიკა გაფუჭდეს, ელექტროტექნიკა იყავით ამისთვის მზად, ნოიბუზღუნებთ, როგორც საჭიროა დროულად სწრაფად ეს ყველაფერი მოაწესრიგეთ. და უკვე შემდეგ კვირიდან იცნობთ, რომ ნელ-ნელა უმჯობესდება ურთიერთობა თქვენსა და ოჯახის წევრებს, თქვენსა და ნაცნობებს შორის და ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის თქვენს თვითარწმენას და წინსვლის პერსპექტივებს. რაც შეეხება შილდოსნის ზოდიაქოს ნიშნავებებს, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, კი ბატონო, ლიდერია, ხელმძღვანელია, გონებამახვილია, ეს ყველაფერი კარგია, უნდა დაეკნოთ თქვენ საფირმო ოპტიმიზმს და ამის მეშვეობით წახვიდეთ წინ და იყოთ უფრო მეტად წარმატებული, ეს ყველაფერი უდავოდ კარგია, მისასალმებელია, მაგრამ პირველ რიგში მოგცეთ ყურადღება, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ საზიკეთო ცვლილებებს ამ კვირაში, ამ წყალქვეშა დინებების ზეგავლენის შედეგად. პირველ რიგში ეს არის კონფლიქტურობის უკვე მაღალი ალბათობა, იმიტომ რომ თქვენსა და ეროვნულ პარტნიორებს შორის ურთიერთწინააღმდეგობები მოიმატებენ. ამასთან ერთად ზოგიერთ შემთხვევაში თქვენთან იქნებით, ასე ვთქვათ, მაპროვოცირებელი სხვებისა თქვენი სუსტრაფობით, მოუთმენლობით, ზოგიერთ შემთხვევაში იმპულსურობით და შინაგანი გაღიზიანებით. აი ამას მიაქცეთ ყურადღება, რომ ამ თვისებებმა არ შექმნან პრობლემები. დავუმატოთ ამას ფეიქების მაღალი ალბათობა. აი ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს მრავალფეროვან კონტაქტებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მიიღოთ, ძალისთვის გადასარევი პერიოდია, მგზავრობასაც უწყობს ხელს მთლიანობაში. კარგი პერიოდი. ოღონდ ეს კალკულში დინებები, რო არ იყოს ხელი შემშელი ფაქტორი, მათ მოგცეთ ყურადღება და აქ ერთ-ერთი ფაქტორი არის ფეიკი. ანუ თქვენი მოტყუების ცდელობა ან არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა. ამიტომ ყველა ინფორმაცია გადამოწმეთ და თუ ხელშეკრულებას ხელს აწერთ, ყველა მის პუნქტზე მოწმენთ გადახედეთ. არ ეჩქაროთ, რომ აქაც შეცდომა რაიმე სახის არ დაუშვათ.
თხისკარ ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსი თქვენი უჯობესდება ამ კვირიდან, ამიტომ ნამდვილად გემატება ჯანი, ხალისი, ენერგია, ორგანიზატორული მონაცემები, შრომისუნარიანობა, რაც უდაოდ კარგია. მაგრამ თუ თქვენ კარგად არ გაქვთ მოფიქრებული რაღაცა საქმე ან რაღაცა სიტყვა ან ჩქარობთ, მოდი ასე ვთქვათ, გაწყვეტილების მიღებისას ან საქმიანობისას, აი მაშინ შეიძლება უკვე შეცდომები დავუშვათ. აქაც შეიძლება წყალქვეშა დინებები გამეხატოს იმით, რომ შეიძლება ფინანსური დანაკარგების წინაშე აღმოჩნდეთ. ან რაღაც სარისკო, ზედმეტად სარისკო გაუმართლებელ სიტუაციაშიც მოექცეთ. ყოველ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვათ, რომ თუ თქვენ ახორციელებთ რაღაცა კაპიტალ დაბანდება ინვესტიციებს 7 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის პრინციპით იმოქმედეთ, რომ აქ ფინანსურმა დანაკარგებმა არჩინონ თავი და ამ ხრივ ასე ვთქვათ პრობლემები არ შეიქმნას. მაშინ პერიოდი იქნება კარგი, რომ მას აქვს ასკეთებლებები, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ წინა ადრეული პერიოდის დაუშვათ პროექტებიდან, ან ეხლა თუნდაც ამ კვირაში ჩართული პროექტებიდან შეიძლება გარკვეულმა ფინანსურმა ინდულგენციებმა და წარმატებებმა შეიძლება იჩინონ თავი. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნის დაუდრილებს, ჯანს ეს ნიშანი არ ურჩევის, ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, შეიძლება კარგი ორგანიზებული მონაცემები გამოავლინოს, გონება მახვილობა საოცარი, ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, რეფორმატორული სულისკვეთება, ბევრი სასიკეთო ტენდენციები უდაოდ არის ამ პერიოდში, მაგრამ წყალქვეშა დინება დედამიწის ორგულტი ენერგოველისა გვამცნობთ, რომ ყურადღება ესაჭიროება რას ამ დინებებს, რატო? კონფლიქტების ტენდენცია მოიმატებს და ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ გინდა სხვისი ზეგავლენის, ასე ვთქვათ, ამ ზეგავლენის ფორმა შეცვალოთ, ან საერთოდ შეწყვიტოთ ზეგავლენი. ანუ გინდათ გაექცეთ იმ ადამიანს, ვინც რაღაც ზეგავლენას ახდენს თქვენზე. აი ამას შეიძლება გამოიწვიოს საფასკო რეაქციები და კონფლიქტები. ამას მიაქციოთ ყურადღება. ამის გარდა სახლში შეიძლება საკუთრებო პრობლემებმა იჩინონ თავი, რაც დამატებით ფინანსებს და დროს ენერგიას მოითხოვს თქვენი მხრიდან. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოგიხდეთ ახალ ბინაში გადასვლა, ან ახლობლებთან დაუშვათ განშორებაც კი ესეც შეიძლება მოხდეს. აი ამ ხრივ ვიყოთ უფრო ასე ვთქვათ ყურადღებით ხილად, რომ ამ ტენდენციებმა არ შექმნან ცოტა დაძაბულობა და სირთულეები მთლიანობაში კარგ პერიოდში. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, თევზები, აი თქვენ უკვე ამოისუნთქავთ, განსაკუთრებით სამშაბათი დღიდან, როდესაც მზე გადაინაცვლებს თქვენ ზოდიაქოს ნიშანში. აქედან იწყება უკვე თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარსკვლავური პერიოდი წლის განმავლობაში ერთთვიანი. ამიტომ ყოველ დღე უკვე იგრძნობთ ამ კვირიდან, შემდეგ კვირიდან, რომ ყოველ დღე თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება. გემატებოთ ენერგია, ხალისი, ჯანი, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა, ყოველ დღე და თან. მაგალითად, ხვალ შეიძლება ისე არ იყოს, როგორც ზეგ. და ზეგ კიდე ისე არ იქნებით, როგორც მაზეგ. მაზეგ უფრო მეტი ჯანი მოგემატება და ასე შემდგომ, ნელ-ნელა. ამის გარდა ინტუიციას ძლიერდება, რომელზეც დაყრდნობით სწორ ნაბიჯებს დგავ და სწორ არჩევანს აკეთებ. თუმცა კონფლიქტების ტენდენცია მეგობრებთან, მკვლელ ადამიანებთან არის ამ პერიოდში და თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში სხვათა მხრიდან, თუ სხვათა წესორგანოსული მოქმედებები ჯერ კიდევ აქ ასე ვთქვათ კალაპოტიდან გაგდებთ. ამის გარდა ენას კვლელი უნდა დააჭიროთ კიდევ ამ კვირაში არ გაგქვათ ინფორმაცია თქვენი გეგმების სურვილების შესახებ და ამასთან ერთად, ესე იგი საიდუმლო მოქმედებებთან ერთად ჯერ კიდევ არწინავთ ფარუმტრებს, მოშორნეებს, ჭოურებს, ინტრიგებს თქვენ საწინააღმდეგოდ, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან. ზედმეტად ნუ გადაიღლებით. ჯერ სარისკო და გრანდიოზულ საქმეებს თავი დავნებოთ, მაგრამ ნელ-ნელა დავქოქოთ უკვე საკუთარი თავი, იმიტომ რომ აშკარად უკვე დინამიურობა მოიმატებს, აშკარად თქვენი აქტიური პოზიციების დაკავება ყველგან მეტად მნიშვნელოვანი იქნება თვალშესაცემი და წარმატების მომტანი. ანუ იწყება თქვენთვის ფრედ საინტერესო და კარგი პერიოდი. ნუ პირველ რიგში მოდით დავნიშნოთ ახლა ცალკეული დღეების პერსპექტივები, შევისაუბროთ ზოდიაქოს ნიშნებზე, ზოგად ტენდენციებზე და შემდგომ ახლა ცალკეული დღეები. მაგალითად, ხვალინდელი დღე 17 თებერვალი, ორშაბათი დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ნიშნავს, რომ მეტი პრობლემები ექნება ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, ამიტომ მით უმეტეს ხანდაზმულებს ეხება და ასეთი პრობლემური, ესე ვთქვათ, მქონე ჯანმრთელობის ადამიანს მეტი ყურადღება ესაჭიროება საკუთარი წნევის მიმართ. თუ გრძნობთ, რომ თავის კბილები გაქვთ, რაღაც უგუნებობა და სხვა სახის დისკომფორტი, აუცილებლად წნევას მიაქციეთ ყურადღება, გაიზომეთ და შესაბამისი პროფილაქტიკა. გინდათ ყავით, გინდათ წამლით, იმის და მიხედვით თუ მაღალი თუ დაბალი წნევაა. ოღონდ ეს ყველაფერი თუ ხვალ იქნა ზედ პრობლემა, აუცილებლად ამას მიაქციეთ ყურადღება. მთლიანობაში დღე კარგი აქტიური ადამიანებისთვის. არა ისასვლელი აქ ფინანსურ ურთიერთობებში შესვლა.
დღეს ხელს უწყობს საჩუქრებს მაგალითად ამავდროულად. ხოლო ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელის არა, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანის ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთმებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ხვალ კარგია მაგალითად შემოქმედებითი მუშაობისათვის ეს დღე, მაგრამ მოვერიდოთ ალერგიის გამოწვევი პროდუქტების მიღებას. აქ შედის ისე თქვა ციტრუსები, აქ შედის იგივე თაფლი, თხილი და ასე შემდგომ და პოზიტიურია ხვალინდელი დღე ტყუპების, სასწორის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანდათვის. რაც შეეხება 18 რიცხვს, 18 თებერვალი უკვე სამშაბათი დღეა. აქ ჩვენ მნიშვნელოვანი დღე გვაქვს იმ კუთხით, რომ აღნიშნეთ უკვე ეს, რომ მზე სწორედ 18 რიცხვში ერთი თვით განასხვავებს თევზების ზოდიაქოში. და ამ პერიოდში მეტად განავითარებს ადამიანების ემოციურობას, ცნობიარობას, გულმოწყალეობას, სენტიმენტალურობას, ინტუიციას, შემოქმედებით ნიჭს, იგივე ეზოტერიული საკითხებისადმი დაინტერესებას, ფოტოგრაფიის და ქველმოქმედებისადმი ასევე დაინტერესებას, თუმცა განავითარებს ზედმეტ ფანტაზიებს, ილუზიებს, და ასე ვთქვათ, წარსულზე ფიქრს, ზოგჯერ შინაგან შიშებს და ცუდ აზრებსაც კი ეს ტყუილებთან ერთად ეს ტენდენციები ითხოვენ აქ ცოტა მეტ ყურადღებას და სიფრთხილეს. რაც შეეხება თითოეულ დღეს, კარგია ეს დღე სამშაბათი ახალი შეხვედრების და ნაცნობობისთვის, მასობრივი ღონისძიებებისათვის, ამავდროულად აკონტროლეთ ცოტა ემოციები. წარმოქმნილი ანთებითი პროცესები სამშაბათის ორგანიზმში ინფექციურ ელფერს იძენენ და ეს წინ და წინ შეგიძლიათ იცოდეთ. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარსასქესო რეპროდუქტიული სისტემა, ოპერაციების ჩატარება მათთან მარტივაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. მოვარიდოთ სამშაბათს უკვე ინტიმურ კონტაქტებს, იმიტომ რომ მათ შორის ვენერული დაავადებების ალბათობა მოიმატებს და კატეგორიულად იგრძალება სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათის შემთხვევაში საღამოს 5 საათამდე აბორტის გაკეთება. ყველას კარგია სამშაბათი დღე კირჩხების და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანდათვის. 19 რიცხვი ეს უკვე 19 თებერვალი ოთხშაბათია და აქ მეტად განავითარდა და დაიცავი წინაპართა საუკეთესო ტრადიციები. მოვერდოთ აქ ახალი საქმის დაწყებას, ახალი თანამშრომლობის მიღებას სამსახურში, ასევე ეს ვთქვა სოციალურყოფისა და დაზღვევის ორგანიზაციებთან ურთიერთობები არ იქნება სასურველი და მოდი აღვნიშნოთ ისიც, რომ კარგია სამაგიეროდ ოთხშაბათს მაგალითად მანქანის ყიდვა გაყიდვა. კარგი იქნება თვით შემეცნება. აი ამისთვის მაგალითად იგივე თუ თქვენ ხართ ჩართული რაღაც საგამოძიებო სფეროში, აი კუთხითაც ეს დღე უდაოდ კარგია. ხოლო რაც შეეხება ჯანმრთელობას, სხვაჩვენს რეცხვისა და რემონტისთვისაც კი საკმაოდ კარგია ოთხშაბათი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარსასქესო რეპროდუქტიული სისტემა. და ამიტომ ესე იგი მასთან მართებაში ოპერაციის ჩატარება განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა სასურველი არ იქნება. კარგია ოთხშაბათი კუროს და მორიელის ზოდიაქოს ნიშანდათვის. რაც შეეხება 20 თებერვალს, ხუთშაბათი დღეა, ჯერტი გეომაგიტურია და აღვნიშნოთ, რომ გეომაგიტური ჩვენ გვექნება ზედიზედ 3 დღე, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი. და ესე დღეები ხარ რატო უსწავ ხაზად მიწვევთ, იმიტომ რომ ცოტა მძიმედ გადააქვთ ესეთი ზედიზედ გეომაგიტური დღეები, მათ შორის ხანდაზმულებს და გულსიზვაროვანი სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებს. ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება. თუ ამ 3 დღის განმავლობაში რაღაცა იგრძენით, დისკომფორტი, თავის კივილი, უგუნებობა, აუცილებლად წნევას მიეცეთ ყურადღება. სხვა შორის წნევის დაცემამ ასევე თვალებზე იცის ზეგავლენა და ზოგიერთი ასე ვთქვათ ფოკუსი აქ იცვლება და ხშირად ვერ ხვდებიან რაშია საქმე. და ძალიან ხშირად აი ქონდა შემთხვევები, რომ ეგონათ რომ შაქარია რაღაც და არა, თურმე წნევის დაცემამ ასევე იცის ესეთი ტენდენციის გამოვლენა. ამიტომ მეაქცეთ ყურადღება ამ დროს წნევას, ამ 3 დღის განმავლობაში და შესაბამისი პროფილაქტიკით მოიყვანეთ წესრიგში ორგანიზმი. ეხლა დავუბრუნდეთ ხუთშაბათ დღეს, საკიდართ მნიშვნელოვანი მოვლენა მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდია. ანუ კურსო მთვარე, რომელიც იწყებს სამოქმედებას დღის 14 საათიდან და 16 საათამდე 57 წუთამდე გასტოს. აი ამ პერიოდში მძღოლებო, ქვეითად მოსაუბრება ყველა იმ ადამიანებს, რომელსაც გაქვთ ურთიერთობა რაღაც სარისკო საქმესთან, ვიყავით განსაკუთრებით ფრთხილად. მათ შორის მშენებლები, რომელიც დაუშვათ მაღალ სართულებზე არიან და ასე შემდგომ ვიყავით ყურადღებით, იმიტომ რომ ესე დროს, როცა არის მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, ადამიანი თვითონ ვერ ხსნეს აუტარ თავს. რატო წამიერად, რატო დაკარგა კონცენტრაცია ყურადღების, რაც შეიძლება საუბედისწოროდ დასრულდეს. ამიტომ მიმეორებ ეს ადამიანს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ესეთ პერიოდებში.
Თალიანობაში კი ხრუჩაბათი კარგია საიდუმლო ცოდნის შესაძლებლობა წყლებისთვის გადასაცემად ამ ცოდნისა, ხელსყურს იგი სარემონტო სამუშაოებს, რეცხვას, მანქანის ყიდვა-გაყიდვას, კარგია იგი ნადირობისა, თევზაობისათვის, ასევე თვითშემეცნებისა და საკუთარი კოოპერატურობის გამოსავლენად და სხვა შორის აი თმების შეჭრისთვის. ახლა აი ვისაც საინტერესოს ბარემოდით აქ დაგისრულებთ ამ თემას, ესე იგი იმიტომ ბევრი ესეთ კითხვები, ვისაც საინტერესოს თმების შეჭრა შეიძლება. 18 რიცხვი, სამშაბათი კარგია, 19 რიცხვი კარგია და 5 შაბათის 17 საათამდე. აი აქამდე თმების შეჭრა არის კარგი. დარჩენილი დღეები ნაკლებად ამ პერიოდში, მაგრამ ერთი ამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შეჭრილი თმები ამ დღეებში და ამ პერიოდში შემდგომ სწრაფად გაიზრდებიან. ეს ტენდენციაც მათ ექნებათ. და ვნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით აქაც უსწრება შარცოსქესო რეპროდუქტიული სისტემა, ასევე ღვიძლი და ნაულის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა აქ არ იქნება სასურველი და მოდი ასე ვთქვათ, კარგია ეს დღე თხის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე პარასკევს 21 რიცხვია თებერვლისა, ესეც გეომაგნიტურია, როგორც იცით, რა უნდა ქნათ ესეც იცით, აღარ გავიმეორებ. ნებისმიერი გადაწყვეტილება ეცადეთ პარასკევს ზედმიწევნით აწონდაწონოთ. კარგია ეს დღე ოჯახში დასვენებისთვის, თვითშემეცნებისთვის, წარსულის გასააზრებლად, განმარტოებისთვისაც კი, მაგრამ მოვერიდოთ აქ მშენებლობას, სისხლის გადასხმას, ყურების გახვრეტას, ამისთვის ეს დღე არ ვარგა. და უშუალოდ ისიც, რომ მაგალითად პარტნიორული თანამშრომლობა, მისაღები იქნება უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, მათ შორის საელჩოების, საკონსულობის დონეზე. აი ამ მხრივ კი ექსკურსიები, სპორტული ღონისძიებები, ვარჯიშები, ამ მხრივ ეს დღე პარასკევი იქნება უდაოდ კარგი. ხელსყობს იგი პრეზენტაციებსაც სხვა შორის და ხელშეკრულებების დადებას. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაულის ბუშტის საზარდული. ასევე მენჯბარწაყის ძვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. კარგია ეს დღე ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება შაბათ დღეს, შაბათი 22 თებერვალია, აქ ჩვენ გეომაგნიტური გვაქვს დღე და იცით ეს უკვე რას ნიშნავს და რა უნდა გააკეთოთ და ღამის საათებს მინდა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ 23 საათით 40 წუთიდან ღამის პირველ საათამდე. ნუ ახლა ზოგიერთ ამ დროს ზოგიერთ მიდის აეროპორტში, ზოგი კლუბებში და შემდგომ, ამიტომ ძალიან ინტენსიური მოძრაობა ამ დროს, ეს უკვე იცით და ამ დროს ქვეითად მოსწავლებს, ღოლებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, იმიტომ რომ ეს არის მიმართულება დაკარგული მთვარის, უკურსო მთვარის პერიოდი, როდესაც ძალიან უნდება ყურადღება. და ყურადღებობა შეიძლება გახდეს ტრავმების და ავარების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი 23 საათი 40 წუთიდან შაბათს ღამის პირველ საათამდე. შაბათს ყოველდღიური საქმეები ეცადეთ კარგად შეასრულოთ. განმხილდება სურვილი საკუთარი კომპეტენტურობის გამოვლენის ადამიანებში. მოიმატებს რელიგიური და იდეოლოგიური საკითხებისადმი მიდრეკილება. თუმცა შაბათს ბავშვები ცოტა ზაფრად და არასასურველად მძიმედ იტანენ შეზღუდვებს. მათ შორის შობელთა მხრიდან. ამ შეიძლება ზოგჯერ ესეთი ზაფრი რეაქცია მისცან და არ გაიკვირდეთ ესეთი რამ მოხდა. ამავდროულად მოდით აღმოჩნდით, რომ ეს დღე რთული ამ მშენებლობისთვის, სისხლის გადასხმისთვის, ყურების გასახვრეტოთ. აი ამ მხრივ მოვერიდოთ ამას, მაგრამ უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, მოგზაურობის კუთხით, მაგალითად პარტნიორული თანამშრომლობა, ტურისტული ლაშქრობები, პრეზენტაციები, ეს ყველაფერი იქნება საკმაოდ კარგი. ჯანმრთელობის თვალსაზრისით აქაც ღვიძლი, ნაულის ბუშტი, მენჯბარწაყის ძვალი და საზარდული ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში რასკვირა განსაკუთრებული შეფრთხილების გარდა არ იქნება სასურველი. ყველას კარგია ეს დღე ლომის და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა კვირა დღეს 23 რიცხვია, აქ უბრალოდ სკოლისა ისევ ღამის საათები, ღამის პირველი საათიდან ღამის 3 საათამდე 10 წუთამდე, აი გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, ამიტომ ვისაც უწევს ამ პერიოდში მგზავრობა განსაკუთრებული სიფრთხილედ მარტებ და შემდეგ კვირა კარგია საყოფაცხოვრებო საქმეებისათვის. თუმცა მოიმატებს შემდეგ კვირას ინფექციური დაავადებების წარმოქმნის ალბათობა. ამ მხრივ ამიტომ ცოტა ფრთხილად ხალხის მასებთან და ამ პერიოდში მოდი ასე ვთქვათ, მოვერიდოთ გასვლით ოპერაციებს. ახალი კავშირების დამყარებას. აქაც დაუშვათ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება არ იქნება სასურველი. თუმცა შემდეგი კვირა კარგია მავნე-ჩვევებისგან განთავისუფლებისათვის. ეს ეხება მათ შორის თამბაქოს მწვერვალებსაც. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძლოვანი სისტემა, ხერხემალი სახსრები, მუხლები, კბილების ზონა და კანი. შესაბამისად, სიმძიმეებს ზედმეტად მოაწევთ და მკვეთრ მოძრაობებს მოვარიდოთ შემდეგ კვირა დღეს. პოზიტიური აზრი ქალთულთათვის და მორიელთათვის.
ეს ცალკეული დღეების შემდეგ კვირისა. ეხლა ვისაც აქვს საქმე ბიზნესთან, დაუშვათ იქ ფულთან, აი მათ საყურადღებოდ ამ კვირაში დედამიწარიდან უარყოფითიან გოველში გადავიდა, ესე იგი უკვე მეტი სიფრთხილე გმართებთ. ნებისმიერი ნაბიჯი ამ სფეროში კარგად უნდა იყოს თქვენი მხრიდან გათვლილი, შვიდჯერ გაზომერთხელ გაჭერის პრინციპით იმოქმედეთ, სპონტანური და ნაჩქარავი მოქმედებები იგრძალება და ცოტა გავფრთხილდით თქვენს პულს. ზედმეტად ესე უაზროდ ნუდახარჯავთ, მათ შორის კაპიტალ დამატების კუთხით. რაც შეეხება მგზავრობას, ახლა თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ნუ ახლა რა ქნა ახლა მძღოლება, რომელსაც რეისები აქვს და უნდა იარონ ამ პერიოდში, ხო? ნუ მათ უკვე გამოცდილებაც აქვს შესაბამისი და სიფრთხილე, ამიტომ უფრო ეხება იმ ადამიანებს, ვინც დაუშვათ ასეთ გამოცდილების მქონე არ არის. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა მგზავრობის და მოგზაურობის არ არის, ჯობია რომ არ ემგზავროთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ პერიოდი მაინც ცოტა რთულია, ტრავმულ-ავარიულია, მაგრამ თუ გიხდებათ მოგზაურობა, ნუ მაშინ მოდი ასე ვთქვათ, განსაკუთრებული სიფრთხილე. ყურადღება არ მოადუნოთ, იმიტომ რომ სიმშვიდე გზებზე ნამდვილად არ იქნება. და უფრო მეტიც შეიძლება არა მარტო ტრანსპორტში ექნას პრობლემები და ამის ალბათობა აქ მაღალია, ამიტომ უნდა იყოს სატრანსპორტო კუთხით ყველაფერი მოწესრიგებული. არამედ შეიძლება გზაზე შეექმნას საკონფლიქტო სიტუაციები. აი ამ ხრივად ცოტა ნერვების მოთოკვა გმართებთ, ვინც ასე ვთქვათ, ამ პერიოდში მოგზაურობს. და სასკოლო პარტნიორული ურთიერთობების კუთხით, მოდი ასე ვთქვათ, რომ თუ გყავთ ესეთი პარტნიორი, რომელიც ძალიან ესეთია, მომთხოვნია, ძალიან ესეთია, პრეტენზიული, აი მასთან ურთიერთობა შეიძლება საკმაოდ დაიძაბოს. და ამიტომ აქ მოდით ასე ვთქვათ, შეიძლება ასეთ სახის ურთიერთობები, რომელიც დროს ვერ უძლებენ, რო იტყვიან, შეიძლება ელემენტარულად შეწყდეს ან დაიშალოს. აი ეს ტენდენციაც აქ არის. ეხლა ვისაც აქ მაგალითად მკურნალობის დაწყება ამ პერიოდში გათვალისწინებული, აი მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ 22 და 23 თებერვლის დღეები აი ამ მხრივ მკურნალობის დაწყების კუთხით კარგია. რაც შეეხება უარყოფით დღეს, ესე დღე რეალურად არ გვაქვს. ამიტომ დარჩენ დღეები საშუალოა. თუ ამ დღეებში ვერ ახერხებთ, უფრო ადრე გიხდებოდ, კი ბატონო, შეგიძლიათ დაიწყოთ. რაც შეეხება ესე იგი სამსახურის შეცვლას, მოდი ავუშვათ, რომ კარგია აქაც 22 რიცხვი სამსახურის შეცვლის თვალსაზრისით და არ ვარგა 17 და 18 თებერვლის დღეები და არჩენ დღეები საშუალოა. ხელშეკრულებების დადება, დაუშვათ მოლაპარაკებების წარმოება 21-22, აი ეს რიცხვები საკმაოდ კარგია და გამოიყენეთ 17-18 თებერვალი არ ვარგა და არჩენ დღეები საშუალოა. ქორწინების კუთხით 21 კარგია, 23 რიცხვი ასევე კარგია, მაგრამ ეს თქვა 17-18 თებერვლის დღეები არ ვარგა. ბინის ყიდვა გაყიდვა, ახალ ბინაში გადასვლა და შემდგომ აი ამ თვალსაზრისით მოვიტავშოთ, რომ გამოიყენოთ 22-23 თებერვლის დღეები და არ ვარგა 17 თებერვალი. რაც შეეხება მსხვილ საყიდლებს, ნუ საერთოდ ჯობია აქ ცოტა თავი შევიკავოთ ამ კუთხით, მაგრამ თუ მაინდა-მაინც გამოიყენოთ ამ თვალსაზრისით 17-21 თებერვლის დღეები, ხოლო სასამართლო პროცესების დასაწყებად ასევე 17 რიცხვი 20-21 თებერვლის დღეები იქნება კარგი. 18 თებერვალი არ ვარგა და ესეც გავითვალისწინოთ. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ფინანსურ კალენდარს ან საფინანსო რიტუალებს, მოვიტანხმოთ, რომ ხვალ 17-ში კარგია ფულის ვალში გაცემა. ის მერე გააძლიერებს თქვენს ფინანსურ ენერგიას, ფინანსურ ეგრეგორს და მოიზიდავს თქვენდამი ფინანსურ ახალ წყაროებს, მაგრამ ხვალ არ ვარგა საათის შეძენა. ეს პირიქით განზიდვას გამოიწვევს ფინანსებისა თქვენგან. 18 თებერვალს სამშაბათს კარგია ვალის დაბრუნება და არ ვარგა კაპიტალ დაბალდება. 19-ში კარგია ფულის ვალში გაცემა აღება, საათის შეძენა, მაგრამ სხვის ფულს ნუ გადაეტყვით, თორე თქვენი ფული დაიკარგება. 20 თებერვალს კარგია, აქ თუ კარგად იქნება მოფიქრებული იმ შემთხვევაში, ხოლო თხილი კაპიტალ დაბალდება, მაგრამ არ ვარგა ძვირფასეულობის ჩადება ლომბარდში. აი ამას მეაქცევთ ყურადღება. 21 რიცხვში, 21 თებერვალს კარგია საკუთარი ფულის გადაცვლა, ეს გააძლიერებს თქვენს ფინანსურ ეგრეგორს, მაგრამ არ ვარგა ვალის დაბრუნება და ინვესტიციების გაკეთება. 22 თებერვალს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, ეს გააძლიერებს თქვენს ფინანსურ ენერგიას და ეგრეგორს, მაგრამ არ ვარგა ფულის ვალში გაცემა ან აღება. და 23 თებერვალს აქ კარგია საიუველირო ნივთების შეძენა, მაგრამ საკუთარი ფული არ გადაითვალოთ. იმიტომ რომ ამ ხრივ უფრო მეტი პრობლემები გექნებათ შემდგომ. რაც შეეხება ახლა უკვე აქ
ანგელოზის საათს ის დროა იცით რომ ობისაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტს თქვენს პარველ ანგელოზთან ამ პერიოდში ილოცოთ კიდეც და რასკველად ხოვნით მიმართოთ მას იმის შესახებ თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში არა შეიცვალოს და თუ თქვენ კარმულ მისიას ასრულებთ და გეკუთვნით მაშინ ეს ყველაფერი შეიცვლება თავარი არის ის რომ ამ პერიოდში თქვენ გადიხართ ხოლოდ ეს პერიოდი იმას კი არ ნიშნავს რომ თქვენ აუცილებლად შეგესრულდებათ არა ეს ნიშნავს იმას რომ თქვენ ნამდვილად გაგებინებთ პარველ ანგელოზს რა გინდათ და რომ კონტაქტში შესვლა ყოველთვის არ ხდება არის პერიოდები როდესაც ის ადვილად ხდება არის პერიოდები როდესაც ვერ გააგონებთ მას ამიტომ ამ პერიოდში უდაოდ შედიხართ ამ კონტაქტში აგებინებთ რა გინდათ მაგრამ ის შეგესრულდებათ ხოლმე იმ შემთხვევაში თქვენ თხოვნათ თუ თქვენ ამას იმსახურებთ და სწორეული გზით ვითარდებით მოდი ასე ვთქვათ ესე იგი ხვალ ჩვენმეთში ესეთი დრო გვაქვს დღის 11 საათი 45 წუთიდან დღის 12 საათამდე 33 წუთამდე ანგელოზის დრო ჩვენ გვაქვს 18-ში სამშაბათს დღის 13 საათი 45 წუთიდან დღის 14 საათამდე და 23 წუთამდე 19 თებერვალს 4 შაბათს ანგელოზის საათი იწყება დღის 12 საათზე 12 წუთზე გასტანს დღის 13 საათამდე 10 წუთამდე 20 თებერვალს ესე იგი 5 შაბათს იგი იწყებს ამოქმედებას დილის 10 საათზე 35 წუთზე და დღის 11 საათზე 25 წუთზე დასრულდება 21 თებერვალს პარასკევს ანგელოზის საათი იწყება 13 საათზე და 22 წუთზე და გასტანს დღის 14 საათამდე 5 წუთამდე 22 თებერვალს დილის 8 საათზე 12 წუთზე იწყებს ამოქმედებას და დილის 9 საათამდე 5 წუთამდე გასტანს და 23-ში შემდეგ კვირადღეს უკვე დღის ან დილის როგორც გენებოთ 11 საათზე 10 წუთზე იწყებს ამოქმედებას და ასევე დღის 12 საათამდე 7 წუთამდე გასტანს იგი ეს ანგელოზის დროა და მისი ზეგავლენა თქვენს ეს დღევანდელი დღის ესე იგი ტენდენციები და ახლა მე წინა გადაცემაში დავიწყე საუბარი იმ პროფესიებზე, რომელიც უფრო მეტად მიესადაგება ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს, ვისაუბრეთ 3 ზოდიაქოს ნიშანზე. ეხლა უკვე მოდით გავაგრძელოთ ეს თემა კირჩხიბებით. კირჩხიბებს მეტად ახასიათებთ არატექნიკური, არამედ ჰუმანიტარული მიდრეკილებები. ისინი პოეტურნი არიან, უყვართ ფილოსოფია, აინტერესებთ ისტორია. ხოჭუეს ეს ინფორმაცია ეხება არა მარტო იმათ, ვისაც მზე აქვს დაუშვათ კირჩხიბში ან ობისმიერ სხვა ნიშანში, არამედ შეიძლება ამ ნიშანში იყოს თუ არა. ან შეიძლება ამ ნიშანში იყოს თქვენი ასცენდენტი. გზოდებული დაბადების საათიდან ამომავალი ზოდიაქოს ნიშანი დაბადების მომენტში ეს ამ სამივე პარამეტრზე ეს ყველაფერი მოქმედებს ასე ჩვენ ახლა ვამბობთ და არა მარტო მზის პოზიცია ეს განსაკუთრებით უძველესი პერიოდის არქეოლოგია ასევე ზოოლოგია ბოტანიკა კირჩხიბებს ინტერესი ამის მიმართ და აქ სიამოვნებით გამოყავს სხვადასხვა ჯიშის მცენარეები ამრავლებენ ცხოველებს კირჩხიბები ამდროულად გურმანები არიან თვითონაც უყვართ საჭმელის დამწოდება რის გამოც კარგ მზარეულობად ითვლებიან ასევე მათ გამოარჩევენ მოგზაურობებისადმი მიდრეკილებით მიუხედავად რომ გულუბრყვილად მოუწესრიგებელი შესახედაობისა კირჩხიბებს აქვთ ფულის ეკონომიის არაჩვეულებრივი უნარი რითაც დიდ წარმატებებს აღწევენ საფინანსო ოპერაციებში მათ შორის მართლა იშვიათად გააჩნიათ მიზანი რადგან მათი მიზანი თვითცხოვრებისეული პროცესია ბავშვების სამყაროს უშუალო შეგრძნების გამო ისინი მოდი ასე ვთქვათ, კარგი ძიცები და აღზრდელები არიან. თვითანალიზისა და დელიკატურობის მეშვეობით კი კარგი ფსიქოლოგები. ხოლო სხვათა შინაგანი სამყაროს ძლიერი შეგრძნება აჯილდოებს მათ ჰიპნოზის ნიჭით და უნარით. ბაჰიპნოზერებელზე გავლენას ახდენენ ხშირად სხვებზე. თან კარგი არტისტული მონაცემები აქვს და სხვათა ორატორობასაც არ უჩვევიან. თუმცა ამის გამო რომ ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში, ვერ ასწრებენ იმის გაცნობიერებას თუ რა ხდება მათ გარშემო. და დროზე ადრე იკავებენ იმ საპასუხებლო თანამდებობებს, რომელსაც ვერ უკლავდებიან. კირჩხიბი ყოველთვის ცოტათი დაშორებულია სოციუმსა და საზოგადოებას, მაგრამ უყვარს პოპულარობა და ამის გამო მიუწვის მნიშვნელოვანი სოციალური როლის შესრულებისაკენ. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშანს პროფესიონალურ სფეროში დრო და დრო იგი კმაყოფილდება იმაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი მდგომარეობით, ვიდრე სინამდვილეში რისკენაც მიუწვის. ამ ნიშანს მოსწონს არა მარტო ხელმძღვანელის თანამდებობა, არამედ კონკრეტული მიღწევების მატერიალური წარმოების სფეროში, ხოლო ცხოვრების საუცლებელ დონეს კი შეუძლია მიაღწიოს კვალიფიცირებული მუშის თანამდებობაზეც კი. ლომს კარგად გამოსდის ხელმძღვანელ პირებთან ახლო ურთიერთობების დამყარება და შეუძლია ფიზიკური შრომის წყალობითაც მიიღოს სიამოვნება. ამის გარდა ამ ნიშნის წარმოადგენლებს ძალუց თავიანთი ჰობის პროფესიად გადაქცევა. ნუ მოდი ესე ვთქვათ, რომ ლომთა სფეროს სკოლისა წარმოადგენს თეატრი. ეს ნიშანი ძალიან არტისტულია, სადაც მას შეუძლია გამოხატოს თავისი გზნობათა მთელი სიმდიდრე. თუმცა ხელოვნების სხვა სფეროებშიც ამ ნიშნის წარმოადგენლები მეტად
ცოდნენი, დაფასებულნი არიან, ვიდრე შექმნელნი მეცნიერების სფეროში მატერიალისტები და პრაქტიკოსები არიან. ისტორიისადმი ინტერესი მეტად იხრება პოლიტიკისაგან მაცხოვრებაში, ლომებს უყვართ ბავშვები და ყველა ეს ადამიანები, ვისაც ფარველობენ. ამ თვისებების გამო ხშირად ხვდებით კარგ პედაგოგ ლომებსაც კი. თუმცა მრავალფეროვანი სპექტრი აქვთ მათ, სადაც მათ შეუძლიათ კარგად წარმოაჩინონ საკუთარი მონაცემები, მათ შორის გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, აქ შედის კაზინო, რესტორანი, ატრაქციონები, პარკები, ლოტარეები, საზოგადოების გართობას უწყობენ ხელს. დიზაინი, არქიტექტურა, სხვათა შორის პარტნიორ-კოსმეტიკური ბიზნესი, მოდელირების სფერო, აქაც ლომები საკმაოდ მაღალ დონეზე არიან. ეს მოკლე ინფორმაცია ამ ნიშნების შესახებ დანარჩენებზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ გადაცემაში, იმიტომ რომ ახლა უკვე საეთერო დრო რეალურად ამგვეწურა. ხვალ 11 საათზე დილით ისევ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გამეორებით ნახავთ ამ გადაცემას, დაიდება იგი ასევე Facebook-ზე, YouTube-ზეც ნახავთ და ასევე მოდით აღვნიშნოთ, რომ ხვალ-დილით ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ტელეიმედში, 15 წუთი 8:09, შემდეგ გადავასრულებთ რადიო იმედში, დაახლოებით 20 წუთზე 10-ისა და მერე უკვე 10 საათისკენ დილით უკვე პოსტ TV-ს დილის გადაცემაში შევხვდებით ასევე ერთმანეთს. ასევე რადიო ფორტუნა ყოველ დილით 3-ჯერ ჩემი გახმოვანებით გავწვით ინფორმაციას იმ კვირის და იმ დღის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ და უკვე რუსთავი 2-ის ტელეეთერში პარასკევობით ხვდებით ჩვენ შუადღის გადაცემაში. და ნურსკვლია ასეულდასწვალი გაზეთის ჟურნალისტ პელისელები ასევე გაზრდიან პროგნოზს მთელი კვირის ცალკეული ასე ვთქვათ დღეების ამ ინფორმაციით ხართ გაფრთხილებული, შეერაღებული და ემედია წარმატებული. დღეს ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე.